იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას. ხელისუფლების ამ ქმედებების გამო რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოგცა. ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში. საქართველოს ევროპული ოჯახის წევრია, ჩვენ ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეც ვგჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, მაგრამ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამ მომავალს პოვს. როგორც ევროკავშირის წელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია შეწყდეს რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლო დაპატიმრებულები, გაუქმდეს რეპრესიული კანონები.